მინდა ვთქვა, რომ ძალიან ისეთი მომენტი არის საქართველოს ისტორიაში ნამდვილად. მნიშვნელოვანი, ასეთი ბნელი პერიოდი ჩვენ ისტორიაში მე არ მახსოვს. უпростоრად მახსოვს, რა თქმა უნდა, როგორ არ მახსოვს საბჭოთა კავშირის დროს იგზალებოდა ქუჩაში ბევრი ადამიანის ერთად დადგომა. ესეც გვახსოვს. იმ დროს ზუსტად ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით და საქართველოს თავისუფლების ორგანიზაცია შევქმნით და აი ამ ორგანიზაციაში იყო სხვა შორის ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ იქ მაინც ჩვენ ვიყავით აღმავალ გზაზე. ეროვნული მოძრაობა აღმავალი იყო და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ მოძრაობას ამოძრავებდა იდეა. ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, აი ეს არის ის იდეა, რომელიც მას ამოძრავებდა, ეს ადამიანი გახდათ ქართული ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, მის გარდა კიდე ძალიან ბევრი ძალიან კარგი ხალხი იყო, რომელიც ნაწილი დღესაც არის ცოცხალი, ნაწილი აღარ არის, მაგრამ ეს იდეა იყო ნამდვილად უკვდავ. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და ეს იდეა სწორედაც რომ აი მთელი საქართველოს სულიერი მისიის არსი იმაშია, რომ ესე იგი საქართველოში მინოსური ცივილიზაციის აღდგენა უნდა მოხდეს, ანუ პირველი ევროპული ცივილიზაციის აღდგენა და სწორედაც რომ ევროპული ცივილიზაციის არსი იყო და ევროპული ცივილიზაციის არსის გამოსახატავად კიდევ ერთი წიგნი მაქვს მაყურებლისთვის, ეს არის პლატონის რესპუბლიკა. ანუ ქართულად არაჩვეულებრივი თარგმანი არის ბატონო ბაჩანა ბრეგვაძის, სახელმწიფო ქვია, საბჭოთა დროში მაინც იგზალებოდა სიტყვა რესპუბლიკის ხმარება, რადგანაც რესპუბლიკა ნიშნავს ხალხის ბატონობას და მაინც ხელმწიფის ქვეყანასთან უფრო იყო ეს რუსეთის იმპერიაშიც ასე იყო მანამდე და შემდგომში უკვე საქართველოშიაც, მაგრამ თვითონ თარგმანი ქართულად არაჩვეულებრივი არის ბატონი ბაჩანასი და არაჩვეულებრივი კომენტარები აქვს დართული მასთან და პლუს კიდევ მინდა რომ ეს კიდე ერთი წიგნი, რომელიც არის სოკრატეს აპოლოგია, საიდანაც მოდის მთელი იდეა ევროპული ცივილიზაციის, რომლის ნაწილიც საქართველოც არის და საქართველო არის სწორედ ამ ცივილიზაციის ნაწილი, რადგანაც ეს არის სულიერი თავისუფლებისთვის ბრძოლა. როდესაც სოკრატე თავის სიცოცხლეს თმობს იდეისთვის და არ აძლევს არ გარბის სიკვდილის დასჯისგან, რომელიც მას მიუსაჯა 399 წელს ათენის რესპუბლიკამ და მანამდე ზუსტადაც რომ ბერძნული დემოკრატიის ისტორია ძალიან გავს ჩვენსას ეხლანდელ ისტორიას, არა? იყო დემოკრატია, პერიკლეს დემოკრატია, რომელიც შემდგომში პელოპონესის ომის შემდგომ უკვე სპარტის გამარჯვების შემდეგ ჩანაცვლდა 30 ოლიგარქი ტირანის მიერ, ტირანია დამყარდა და შემდგომში ისევ დემოკრატია დაბრუნდა. და აი პლატონური იდეები, იდეალიზმი, ეს არის სულის უკვდავება, სულის თავისუფლება და მასზე აღმოცენდა შემდგომში უკვე მთელი ნეოპლატონისტური ფილოსოფია, ქრისტიანული მთლიანად ფილოსოფია აღმოცენდა პლატონის იდეებზე და მასზე დაყრდნობით და ეს არის უდიდებულესი საგანძური მსოფლიო აზროვნებისა და ქართული აზროვნებაც ნეოპლატონიზმით გამოირჩევა. ამიტომაც ეს რომ ნათელი იყოს და რომ არ წარმოგვიჩნიოთ თითქოს ეს მატერიალისტურია და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ცუდი ხდება ყველა ცივილიზაციაში, რა თქმა უნდა, მატერიალიზმი ყველა ტიპის ცივილიზაციაში არის და გარყვნილებას ცუდი რაღაცეებით, მაგრამ პირველ რიგში ევროპული ცივილიზაცია არის პლატონის და ძველი ბერძნული სულიერი ცივილიზაცია და ქრისტიანული, იუდეო-ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელიც სულიერებაზე დგას მთლიანად. აი ეს იდეა იყო მაშინ წარმართველი და ეს გვინათებდა გზას. დღეს მოვიდა, რა თქმა უნდა, ბნელი დრო, როდესაც ეს ადამიანები არც ბერძნულ ცივილიზაციაზე ფიქრობენ, რა თქმა უნდა, ქრისტიანობაზეც ლაპარაკი არ არის და აქ ლაპარაკი უბრალოდ ბნელეთის ძალებზე, რომლებიც ზუსტად იმ 30 ტირანს შეესაბამებიან და ოლიგარქს შეესაბამებიან. თუმცა ქრისტიანობის სახელით გველაპარაკებიან ძალიან ხშირად როგორც წესი ქრისტიანობის სახელით და ღმერთის სახელით გველაპარაკებიან ფსევდოპატრიოტიზმი და ფსევდორელიგიურობა, რაც გამოსჭვივის მათგან. ვინც ეხლა ამ ქვეყანას სწორედ ამაშია საქმე, რომ და მატერიალისტურ ეპოქაში და მატერიალისტურ მმართველებს ყოველთვის აქვს ესე იგი ორ პირობა და ცბიერება, წარმოაჩინონ თავი
ნამდვილ, ასე ვთქვათ, ქრისტიანებად ან ევროპელებად და ასე შემდეგ, მაგრამ მატერიალიზმი არ შეიძლება იყოს არც ევროპული და არც ქრისტიანული, ვერ იქნება, ვერც ბუდისტური იქნება და ვერც რომელიმე სხვა რელიგიის წარმომადგენელი ვერ იქნება და ამავე დროს ის იდეები, რომელიც პლატონს აქვს განვითარებული, რომ სოკრატე თავს ასე ვთქვათ, წირავს სულიერებას, რა, სული არის მთავარი იდეა, რომელზეც დგას მთელი პლატონური და მთელი ძველი ფილოსოფია. თალესი ავიღოთ, არა, პითაგორა ავიღოთ და ასე შემდეგ, არისტოტელეც და ბევრი სხვაც. მთელი მემკვიდრეობა ევროპული აზროვნებისა დგას სულიერებაზე. და ამას ვერავინ ვერ უარყოფს და აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც პირობებში ევროპულ აზროვნებაზე ვერ ვისაუბრებთ, ხო, ვერანაირად. ევროპულ აზროვნებაზე არ არის ევროპასთან. ხო და ამასაც უკავშირდება მთელი ის პროცესები, რაც დაიწყო ამ ქვეყანაში. ხო, ირაკლი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი პროცესები როგორ შეიძლება განვითარდეს, როცა ვხედავთ, რომ ეს ხალხი არ ისმენს, არ უსმენს არც ერთ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი, არ ბევს BBC-ს გამოძიებას თუ მიუყვებით ქიმიური ნივთიერების გამოყენებაში ეჭმიტანილი ხალხი მართავს ქვეყანას, აგერ ტროტუარზე დაჭერითაც ემუქრებიან უკვე საკუთარ ტროტუარზე დგომისთვის დაჭერითაც ემუქრებიან უკვე საკუთარ თანამოქალაქეებს. აი, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მერე ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ რამე შეისმენენ, როგორ შეიძლება მათ დავათმობინოთ ხელისუფლება, რომ შეიცვალოს ეს რეალობა, რაშიც ახლა ვართ. უნდა პირდაპირ ითქვას, ინგა, ახლა ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და ყველამ ვიცით, რაც ხდება ამ ქვეყანაში ბოლო 33 წელია რა. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არ არის. საქართველოს 1992 წლის 6 იანვრის მერე საქართველოს მთავრობა არ უსაყოლია. ეს არის შევარდნაძის ხუნტამ, როგორც კი ერთადერთი საქართველოს ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იყო ზვიად გამსახურდიას მთავრობა, რომელიც რუსეთმა დაამხო ძალის გამოყენებით და პრეზიდენტი მოგვიკლა, მერე კიდე პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ხალხი მოგვიკლა. აქამდე რუსეთის რეჟიმს სჭირდებოდა რაღაცნაირად თვალთმაქცობა იმის ჩვენება, რომ თითქოს ის ევროპისკენ მიდიოდა და ასე შემდეგ და გარკვეულწილად ზოგიერთი ევროპელიც ამას იჯერებდა. მაგრამ დღეს რუსულმა რეჟიმმა, ნუგზარ ფოფხაძის რეჟიმმა, რომელმაც 1999 წლის 8 აპრილს მოითხოვა ყველა ჩვენი დაჭერა, აი ზუსტად დღევანდელი რეჟიმი უსრულებს ზუსტად იმ სურვილს, რომელიც გაისმა ცეკას შენობაში 1999 წლის 8 აპრილს ნუგზარ ფოფხაძის მოწოდებიდან, რომელიც დღესაც კარგად არის და მართავს ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მედიის ოლიგარქია, რა ვთქვათ, ერთ-ერთი ესეთი არაფორმალური ფიგურაა, რომელიც მართავს დღეს საქართველოს და ეს საკმაოდ დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება 92 წლის 6 იანვრიდან დაიწყო ეს პროცესი, ზუსტად ეს იყო მთავარი უბედურების ჟამი ჩვენთვის, თუმცა თვალთმაქცურად ისე ჩანდა თითქოს ჩვენ სადღაც მივდიოდით თვით ოცნების რეჟიმის დროსაც კი ოცნებამაც ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ ჩვენი მიზანი არის ევროკავშირი და მე ვნახეთ როგორ შეასრულეს, არა? ეს ყველაფერი 33 წელი იყო თვალთმაქცობები შევარდნაძიდან დაწყებული და მე მისი ვეზირ მინისტრებით და ასე შემდეგ და ოლიგარქებით დამთავრებული. ბიზინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში უკვე 13 წელი არის, პირველი წლები ისიც თვალთმაქცობდა, ასე ვთქვათ, და ამ რეჟიმმა უბრალოდ მოიხადა ეს ნიღაბი, ახლა უკვე ნათლად გამოჩნდა და ყველაფერი უკვე ჩანს აშკარად. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც ქართველი ერის გზა იყო, რომელიც ჩვენი ილიას გზა არის, რომელიც არის იგივე ეროვნულ-დემოკრატების, სოციალ-დემოკრატების, შემდგომში უკვე ზვიად გამსახურდიას მთავრობის და ყველა იმ ნამდვილი ქართველი პატრიოტის გზა, რომელიც მუდმივად საქართველოს დამოუკიდებლობისკენ და ამავე დროს მსოფლიო თანამეგობრობაში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიდიოდა. ეს არის აუცილებელი დღეს. ჩვენი გასაკეთებელი საქართველოში საჭიროა. დიახ. ჩვენი გასაკეთებელია ეროვნული ხსნა. საქართველოს ხსნა არის ყველა ჩვენთაგანის გასაკეთებელი და საქართველოს ყველა მოქალაქე არის ეროვნული ხსნის კომიტეტის წევრი დღეს. ჩვენი გასაკეთებელია, როგორც ბატონი გელა ამბობს, ეროვნული განახლება. არა, ჩვენი გასაკეთებელია ზუსტად აი ამ ახალი იდეის გარშემო გაერთიანება და ეს იდეა საქართველოს მთავარი არსებობის აზრი, აი მოცემულია ამ წიგნში, რომელიც
სამწუხაროდ დღეს არ ისწავლება, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს აუცილებლად, რადგანაც საქართველოს სწორედაც რომ გახლავთ საბერძნეთთან ერთად, იგივე ანატოლი აუსთან ერთად და ასე შემდეგ ევროპის დასაბამი. და ეს ევროპული ცივილიზაციის მთავარი მიღწევები, ეს პელაზგური ცივილიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. და ეს იდეალები, რაც არის რესპუბლიკანიზმი, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, მშვიდობიანი თანაარსებობა და ასე შემდეგ, სწორედაც რომ ამ სამყაროში წარმოიშვა და ჩვენ ვალდებულება გვაქვს რომ ეს გზა გავაგრძელოთ. აუცილებლად არ უნდა გავწყდეთ, არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი წუთით და ვერავინ მართლა ვერ გაგვაჩერებს. ნამდვილად ესე არის. როგორც მაჰატმა განდი თქვა, განდი უთხრა რა დამპრობლემს მაშინ, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი მკვდარი სხეულებით, მაგრამ მათ ვერ ექნება ჩვენი მორჩილება. ადამიანი გაჩენილია თავისუფლებისთვის. მას ღმერთი აძლევს თავისუფლებას. ღმერთი ადამიანს აძლევს თავისუფლებას შემოქმედებისა და სიყვარულისთვის და ადამიანს ამას ვერავინ ვერ წაართმევს.